თავთარაძე. რიკოშეტი იყო აქ ყურადღებით აქ 1-1-ზეა გორელი ფეხბურთელი და გაიხსნა ანგარიში, გაიტანა გორმა ამასობაში გოლი და ბექუინი არის გოლის ავტორი. უნდა ითამაშოს ორბი, მაგ შეტევაში გორია და ძალიან საფრთხე შეიძლება გამოვიდეს აი ეს შეტევა, ბექუინეს მოძრაობა, დარტყმა და დუბლი შეასრულა ამასობაში გორელთა მე-9 ნომერმა. 2-0 ხდება ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში. გავიდნენ სტანდარტული რომელიც შესრულდა ორბის მხრიდან, საკმაოდ საფრთხე გამოვიდა და იქ ბაბლუანი იყო გოლთან ახლოს. აბა ვნახოთ აქ რა იქნება. ჩაწოდება დაბალი გაკეთდა პასი საჯარიმოში და ზუსტია ეს გადაცემა. თოფურია ახერხებს ანგარიში შემცირებას 2-1 მაინც მოახერხა ორბიმ გოლის გატანა. აი ასე, კარგია ყველაფერი. წინ არის აი ახლა უკვე და ერთბურთიანი ჩამორჩენა აქვთ უკვე მასპინძელი გუნდის ფეხბურთელებს. ეს უფრო გადაცემა გავდა უფრო არბიტრის ნიშანი გავიგეთ, გაათამაშეს აქ ბურთი, რეკიში, შეუძლია დარტყმა, დაარტყა და გაათანა ანგარიში, დმიტრი რეკიში ცვლებიდან შემოსული ფეხბურთელი ახერხებს გოლის გატანას და 2-2 გვაქვს ჩვენ ამ შეხვედრაში. რა თამაში გამოდის მართლაც პირველი ტაიმი 2-0, პირველი ტაიმი 1-0 მოიგო გორიმ და მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე მოახერხეს მეორე გოლის გატანა და ორი ბურთიანი სხვაობით გავიდნენ წინ, მაგრამ მასპინძელმა ორბიმ გააქტიურებიდან მალევე მოახერხა ერთი ბურთის გატანა და შემდეგ მალევე მეორე ბურთიც მიაყოლა, აი ასე ალიმბარაშვილი მაღალი გადაცემას აკეთებს, გავიდა ეს გადაცემა, ვერ მიიღო აქ ბურთი და შემდეგ ინიშნება 11 მეტრიანი ორბის კარში. 13 წუთი ჩვენი შეხვედრის და კულმინაცია მოდი ასე ვთქვათ. ალიმბარაშვილი გამორბენი და მარტივად შეასრულა ძალიან მარჯვენა კუთხეში შეაგორა ბურთი თავისგან მარჯვენა კუთხეში და გახადა 3